მთავრობას შრომითი მიგრაციის კანონში მორიგის ცვლილებები შეაქვს, ვის აღარ დასჭირდება შრომითი ნებართვის აღება გიყვებით რამდენიმე წუთში. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს შეფასებით პირდაპირ პრივატიზაციის ახალი წესები კორუფციის რისკს ვერ შეამცირებს. სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ფასების კონტროლის მცდელობა ბევრ ქვეყანაში ყოფილა და ყოველთვის წარუმატებელი იყო. ფინანსთა მინისტრის თქმით, სახელმწიფო საწარმოების რეფორმაში ხელშესახები პროგრესია და პროცესი ახალ ფაზაში გადადის. 2023 წლის 4 სექტემბრიდან 2026 წლის მარტამდე ავტომობილების ხილული გამონაბოლქვის გამო 4,5 მილიონი ლარის ჯარიმა გამოიწერა. საგამომშვიდობისა SBMG რეგიონის წამყვანი ბიზნეს მედია სააგენტო BMG-ის გუნდის წევრებთან ერთად საქმიან ამბებს ელენე გოგბერაშვილი წარმოგიდგენთ. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მთავრობის ახალ ინიციატივას აკრიტიკებს, რომელიც სახელმწიფო ქონების პირდაპირ მიყიდვის წესებს ეხება. ორგანიზაციის შეფასებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ დაანონსებული ცვლილებები, რომლებიც კორუფციის აღმოფხვრას ისახავდა მიზნად რეალურად ელიტური კორუფციის დაკანონების საფრთხეს ქმნის. საუბარია 629 დადგენილებაზე, რომელიც 2026 წლის 12 იანვარს ამოქმედა. TI-ის ანალიზით დოკუმენტი არა კორუფციის პრევენციას, არამედ მსხვილ ბიზნესსა და მთავრობას შორის დახურულ კარს მიღმა გარიგებებს უწყობს ხელს. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ამბობს, რომ საერთაშორისო რეზერვების შევსება მიმდინარე წელსაც გრძელდება. როგორც ცნობილია, თებერვალში სებმა რეზერვების დაგროვება განაგრძო და ჯამში 429 მილიონი დოლარი შეისყიდა, რაც 4-ჯერ მეტია ვიდრე იანვარში განხორციელებული შესყიდვები, რაც 86 მილიონი დოლარის ტოლი იყო. სწორედ სავალუტო შესყიდვები გახდა თებერვალში საქართველოს ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების ზრდის მთავარი მიზეზი. კერძოდ კი თებერვალში საქართველოს სავალუტო რეზერვები 359 მილიონი დოლარით 6.75 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ნათია თურნავა ამბობს, რომ რეზერვების ზრდა როგორც ნომინალურ გამოსახულებაში, ისე მის ადეკვატურობის დონესთან მიმართებით გაგრძელდება. 2025 წელი იყო ძალიან დადებითი განვითარება ამ თვალსაზრისით. ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია ჩვენმა რეზერვებმა. მინდა გაგიმხილოთ, რომ წლევანდელი წელიც ამ თვალსაზრისით არ არის ცუდი, მიუხედავად იმისა, რომ გლობალური გამოწვევაა, ჩვენ გამომდინარე სავალუტო ბაზარზე არსებული სტაბილურობიდან და გარკვეულწილად ლარის გამყარების ტენდენციიდან სარგებლობთ ამითი და კვლავაც ვაგრძელებთ რეზერვების შევსებას. რაც შეეხება სავალუტო ფონდის მიერ მეთოდოლოგიით დადგენილი ეგრეთ წოდებული ARI მეტრიქსი, ანუ ადეკვატურობის ზღვარი, ჩვენ 2025 წელს, სხვა შორის პირველად 22 წლის შემდეგ გადავაჭარბეთ 100%-იან ზღვარს და ეხლაც ვიმყოფებით 100%-ზე ზევით ამ ARI მეტრიქსის თვალსაზრისით. ეს კარგი მიღწევაა, თუმცა ჩვენ ვთვლით, რომ ეს არ არის საკმარისი და კვლავაც უნდა გავაგრძელოთ რეზერვების ზრდა როგორც ნომინალურ გამოხატულებაში, ასევე მის ადეკვატურობის დონესთან მიმართებაში და ასეც მოვიქცევით. 2025 წელს ბიტკოინის გამომუშავებაზე საქართველოს ელექტროენერგიის მოხმარების 5% დაიხარჯა. სემეკისთვის წარდგენილი სტატისტიკის თანახმად, ამ საქმიანობით დაკავებული კომპანიების გამომუშავება 3-ჯერ გაიზარდა და 752 მილიონი კილოვატ-საათი შეადგინა. რაც შეეხება 2026 წლის მონაცემებს, სემეკის ინფორმაციით, წელს იანვარ-თებერვალში ამ კომპანიების ჯამური მოხმარება 86,7 მილიონი კილოვატ-საათი იყო, რაც საქართველოს ელექტრომოხმარების 3% შეადგენდა. ანალიტიკოსებისა და ენერგეტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ მაინინგს საქართველოს ეკონომიკისთვის სარგებელი არ მოაქვს. კომპანიების უმეტესობა, რომელიც მაინინგითაა დაკავებული, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში მუშაობს და გადასახადებს თითქმის არ იხდის. ამასთან დიდი რაოდენობით იაფ ელექტროენერგიას მოიხმარენ, რაც ქსელების გადატვირთვას, მათ დაზიანებას და შესაბამისად დამატებით ხარჯებსაც იწვევს. ეკა გაზდელიანმა მოისმინა შეფასებები ამ თემასთან დაკავშირებით, რომელსაც პირდაპირ ეთერში გავგაცნობს ეკა საღამოშვიდობისა. მოგესალმები ელენა, ენერგეტიკოსების შეფასებით კრიპტომაინინგი ბოლო წლებში ერთგვარ შავხრელად იქცა საქართველოს ეკონომიკისთვის და ენერგეტიკული სისტემისთვის, რადგან ელექტროენერგია კრიპტომაინინგისთვის აღურიცხავად გამოიყენება სვანეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთში, სადაც ელექტროენერგიის საფოსურის მოსახლეობა ფაქტობრივად არ იხდის, ასევე პრობლემაც სახელდება მაინინგის მიმართულებით მომუშავე ეგრეთ წოდებული დატა ცენტრების მუშაობა. სპეციალისტების შეფასებით ამ შემთხვევაში ამ კომპანიების დიდი ნაწილი გადასახადებს თითქმის არ იხდის, რადგან ძირითადად თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში მუშაობს
და არც დასაქმების ადგილებს ქმნის. ენერგეტიკოსების თქმით, მკაცრ ადმინისტრირებას უნდა დაექვემდებარონ რომ ასეთი ტიპის საწარმოები მათი თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში განთავსება შესაძლოა არ ღირდეს, რადგან მაინერების მიერ ქსელის გადატვირთვა პირდაპირ აისახება ენერგოსისტემის მდგრადობაზე და ასევე ენერგეტიკოსები აღნიშნავენ, რომ ხშირად ელექტროგადამცემი ხაზები ორმაგ დატვირთვას ვერ უძლებს, რაც ავარიულ გათიშვებს იწვევს და უმჯობესი იქნება თუ კი ასეთი საწარმოები ჩვეულებრივი საგადასახადო ტარიფით იმუშავებენ. თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში იქნება არ ღირდეს ისეთი ორგანიზაციების განლაგება, რომელთა წვლილი ჩვენი ბიუჯეტის შევსებაში და მოსახლეობის დასაქმებაში უმნიშვნელოა. იქნებ გამოვიდნენ ისინი თავისუფალ ბაზარზე და იქ ისეყვიანონ და იქ გადაიხადონ ისე, როგორც სხვა დანარჩენი საწარმოები ხდიან. საერთოდ, როდესაც 1 კილოვატ-საათ ელექტროენერგიის მოხმარება ხდება, დაახლოებით $3 უნდა შემოდიოდეს ბიუჯეტში შემოსავალი. თვითონ პროცესი ტექნოლოგიურად ისეთია წარმართული, მანიშნავ, მას დიდი რაოდენობით არ შემოაქვს ბიუჯეტში გადასახადი და არც დასაქმების კუთხითაა სერიოზულად არც დასაქმების კუთხით არ მოშორს. ჩვენ არ ვახდევინებთ გადასახადებს, ამ დროს ის მოიხმარს ენერგიას, რომელიც ჩვენი რესურსებით არის გამომუშავებული. ჩვენ რა თქმა უნდა ამ რესურსებს საფასური აქვს და ის ნაწილს იხდის, მხოლოდ ყველა დანარჩენი მომხმარებელი იხდის ასევე გადასახადებს, რომელსაც ისინი არ იხდიან და არანაირი სტრატეგიული სარგებელი ჩვენი ქვეყნისთვის ან ეკონომიკისთვის ამას არ აქვს. მხოლოდ ემსახურება იმ მფლობელების გამდიდრებას და რატო უნდა მივცეთ ასეთი შეღავათი, ამას რაღაც დასაბუთება ჭირდება. ენერგეტიკოსების თქმით, ყველაზე დიდ საფრთხეს ის რეგიონები ქმნიან, სადაც ელექტროენერგია სუბსიდირებულია, საერთოდ უფასოა, ასეთ ეგრეთ წოდებულ შავხელებად, როგორც აღნიშნეთ, სვანეთის დაკუპირებული აფხაზეთის მოხმარება სახელდება, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ტარიფში დიდი დოზითაა გათვალისწინებული სოციალური ფაქტორი, ხოლო როდესაც კრიპტომაინინგით დაკავებული პირები თუ საწარმოები ამ ტარიფით სარგებლობენ და შესაბამის გადასახადსაც არ იხდიან, ეს ქვეყნის ენერგეტიკულ მდგრადობაზე ენერგეტიკოსების შეფასებით უარყოფითად აისახება. ეკონომისტების ნაწილის განცხადებით კი სვანეთსა და აფხაზეთში არსებული ვითარება უფრო სოციალური და პოლიტიკური პრობლემაა, ვიდრე წმინდა ენერგეტიკული და აუცილებელია სიმძლავრეების ადეკვატურობის მუდმივი კვლევა, რათა სახელმწიფომ ზუსტად განსაზღვროს, სად ჭირდება ქსელს დამატებითი ინვესტიცია, ან ახალი გენერაციის ობიექტების მშენებლობა და ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მიექცეს ამ რეგიონების მოხმარებასაც, იმგვარად რომ მათი დანახარჯები იყოს გათვალისწინებული გადასახადებში. ერთი პრობლემა, რაც რეგიონებში არის ზოგადად ელექტროენერგიის მოხმარებაზე, ეს არის მოძველებული ინფრასტრუქტურა. ეს მოძველებული ინფრასტრუქტურას, როდესაც მე რაღაცა უნდაც ჩვეულზე უფრო მეტი ზრდა ემატება, უბრალოდ არ იყოს მაინინგი და იყოს უბრალოდ რაღაც ფასტომროები ფული, ამას შეიძლება მაინინგი გამოიწვიოს ქსელში პრობლემები, რომ ქსელი თვითონ მოძველებული და საჭიროებს ინვესტიცია. ამიტომაც აპრიორი ის რომ ხოლოდ მაინინგია პრობლემა და ამ შემთხვევაში თქვა სვანეთში ელექტროენერგიის კვეთების პრობლემა არ იქნება გვარდება თუ მაინინგი არ იქნება ამას ეცემა წასახადები. როგორც კი ადმინისტრებას გადაიწყეთ, მაშინ მე ხდება ამ პრობლემის მოგვარება და როგორც ჩანს უკვე დრო ჩვენ სერიოზულად მოვიდოთ ხელი ადმინისტრებას, გამრიცხველიანებას და აუცილებლად მოვითხოვოთ გადასახადი, სადაც უნდა იყოს გადახდილი. გამოვიდა რომ მან სოციალური ტარიფით მოიხმარა ელექტრონული ენერგია, ისიც არ გადაიხადა, ნახევარი გადაიხადა, ბიუჯეტში ნაკლები შემოსავალი შემოიტანა და ხალხი არ დაასაკვა. აი ესაა პრობლემა, რომ თვითონ ბიტკოინები ზუსტად ისევე მუშაობდნენ, როგორც სხვა დანარჩენი საწარმოები საქართველოში იხდიდნენ იმას, რასაც მოიხმარს, ასაქმებდნენ ხალხს, რომელიც უნდა დაასაკოს. ამ შემთხვევაში არაფერი პრეტენზია არ შეიძლება იყოს მაინინგის მიმართ. მონაცემებსაც რომ გადავხედოთ, საქართველოში ინდუსტრიული ეგრეთ წოდებული დატა-ცენტრების ელექტრომოხმარება მკვეთრი ტემპებით იზრდება. ქვეყანაში არსებული დატა-ცენტრები თბილისის და ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში არიან ძირითადად განთავსებული. სამეკისთვის წარდგენილი სტატისტიკის თანახმად, ამ საქმიანობით დაკავებული კომპანიების გამომუშავება შარშან 3-ჯერ გაიზარდა და 752 მილიონი კილოვატ-საათი შეადგინა, რაც ქვეყნის ელექტროენერგიის მოხმარების 5% იყო და ეს მაჩვენებელი ასევე გაზრდილია მნიშვნელოვნად წინა წლებთან შედარებით. მადლობა ეკა გაზდელიანს უსმენთ პირდაპირ ეთერში.
დიდ ჰესებთან დაკავშირებით კვალიფიციური და არაანგაჟირებული მუშაობა საჭიროა. მის შესახებ საქმის კურსის ეთერში ენერგეტიკოსმა მურმან მარგველაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ისეთი მსხვილი პროექტები, როგორებიცაა ხუდონ ჰესი, ნამახვან ჰესი და ნენსკრა ჰესი შესაძლებელია სახელმწიფოს მიერ აშენდეს, თუმცა მოსახლეობის მიმართ მიდგომა არა ძალადობრივი, არამედ საქმიანი უნდა იყოს, რაც შეარბილებს იმ რეპუტაციულ ზიანს, რაც პოტენციური ინვესტორების თვალში შეიძლება გქონდეს. სახელმწიფოს მიდგომა უნდა იყოს არა ის, რომ ეხლა ძალით მოვერიოთ იმ ხალხს, ვინც პროტესტს აცხადებს, არამედ ეს უნდა იყოს მათთან აქტიური მუშაობა, ახსნა განმარტება და ჯერ უნდა იყოს თვითონ ჩამოყალიბებული კარგად სახელმწიფო და მერე განახორციელოს. კარგი იქნება ესე თუ გაკეთდება, იმიტომ რომ ეს შეარბილებს იმ ზიანს, რეპუტაციულ ზიანს, რაც თქვა ჩვენ ინვესტორების თვალში შეიძლება გქონდეს და უფრო საშუალებას მიცემს, რომ მეტად არწმუნებით შემოვიდეს ვინმე კვალიფიციური გჭირდება სტრატეგიული ინვესტორი. და ასევე მეტნაკლებად მიცემს რწმუნებას მოსახლეობას, რომ აქაც ცოტა მითიური რაღაცეები არის, რომ სახელმწიფო კონტროლს არ კარგავს თავის, ესე ვთქვათ, ტერიტორიას. ჩვენ თუ არ გამოვიყვანეთ ენგური მძევლის პოზიციიდან, თან ისეთი მძევლის, რომელსაც ძალიან ცუდად ეპყრობიან, ეს მალე გაანადგურებს მის შესაძლებლობებს. ამის შესახებ ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი აცხადებს. მისი თქმით, ენგურ ჰესის დონე 415 მეტრია, როცა მისი ტექნიკური მინიმუმი 440 მეტრს შეადგენს. აფხაზეთიდან უკონტროლო მოხმარების პირობებში კი წყალსაცავი იცლება და ჩამოდის ბევრად უფრო დაბლა, ვიდრე ტექნიკური ნორმებით არის დასაშვები. ყოველი ასეთი რეჟიმში მუშაობა ამცირებს მის სიცოცხლის ხანგრძლივობას, აცხადებს მარგველაშვილი. აფხაზეთიდან უკონტროლო მოხმარების პირობებში იცლება წყალი და ჩამოდის ბევრად უფრო დაბლა, ვიდრე დასაშვებია ტექნიკური ნორმებით. მაგრამ აქ არის საჭირო სწორედ რაღაც ძალისხმევა იმაზე, რომ ის აფხაზეთის მხარესაც არიან ადამიანები, ვინც ამაში არიან ასევე შეშფოთებულები და იმათთან არის იმათი გაძლიერება, კავშირები, საუბარი იმაზე, რომ ამ დონეზე აღარ მივიდეთ. ან სხვა ალტერნატიული ენერგიის წყაროების მოძიება იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ წყალი და არ დავსალოთ. ჩვენ თუ არ გამოვიყვანეთ ენგური ამ მძევლის პოზიციიდან და თან ისეთი მძევლის, რომელსაც ძალიან ცუდად ეპყრობიან, ხო? ეს მალე გაანადგურებს მის შესაძლებლობას. მალე ბოდიში ხა ამ სიტყვისთვის, მაგრამ ყოველი აი ესეთი რეჟიმში მუშაობა ამცირებს მის სიცოცხლის ხანგრძლივობას. შრომით იმიგრაციის კანონში ცვლილებები შედის. შესაბამისი კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა. ცვლილებების მიხედვით იმ პირების რაოდენობა მნიშვნელოვნად მცირდება, რომლებიც ვალდებულნი არიან საქართველოში მუშაობისთვის 1 მარტიდან შრომითი ნებართვა აიღონ. გამონაკლისი არ შეეხო იმ სფეროებს, სადაც სახელმწიფომ ნულოვანი კვოტები დაადგინა. შესაბამისად, უცხოელი კურიერებისთვის, ტაქსის მძღოლებისთვის და გიდებისთვის საქართველოში დასაქმება კვლავ შეზღუდულია. ვისახება ცვლილებები, რამდენად კმაყოფილია ბიზნესი ინიცირებული კანონპროექტით და რა მიმართულებით რჩება გამოწვევები. ანუკა ჯოხაძე გვიერთდება შეფასებებით პირდაპირ ეთერში. ანუკა გისმენთ. ელენე, შრომით იმიგრაციის კანონში ცვლილებები პარლამენტში უკვე დაინიცირებულია. ბიზნესის არაერთი კრიტიკის შემდეგ კანონმდებლებმა კანონში შესაბამისი ცვლილებების აუცილებლობა, როგორც ჩანს, დაინახეს და გამონაკლისები დაუშვეს იმ პირებზე, ვისაც ცვლილებების ამოქმედების შემდეგ შრომითი უფლების მოპოვება აღარ დასჭირდებათ. ახალი კანონპროექტით შრომითი ნებართვის მოპოვება აღარ მოუწევს სრულად დისტანციურად მომუშავე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ასევე მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობით დაკავებულებს. კანონის მოქმედება აღარ გავრცელდება არც იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლებიც სახელმწიფო საწარმოებს ემსახურებიან. ამასთან კანონი აღარ ავალდებულებს შრომითი ნებართვის აღებას პირველი, მეორე და მესამე კატეგორიის საწარმოს დირექტორებსაც. დამსაქმებელთა ასოციაციაში ცვლილებებს მიესალმებიან და ამბობენ, რომ ამ გამოწვევებზე საუბარი კერძო სექტორთან რეგულაციის შემუშავებამდე უნდა ყოფილიყო, რაც პრაქტიკაში კარგად გამოჩნდა კიდეც. მათი თქმით, რეგულაციაში რჩება კიდევ დამატებით საკითხები, რაზეც მუშაობა გაგრძელდება. აღნიშნული ცვლილებები ეხმიანება ზუსტად იმ თემატიკას, რაზეც ბიზნესი არაერთ შეხვედრაზე საუბრობდა, ანუ თავარი გამოწვევები რაც ჰქონდა, ის იყო პარტნიორებთან დაკავშირებული საკითხები, შესაბამისად ახალი რეგულაციის შესაბამისად მიგრაციის შესახებ კანონი არ გავრცელდება პარტნიორებზე, არ გავრცელდება ასევე
იმ დირექტორებზე, რომლებიც არიან დასაქმებულები პირველი, მეორე და მესამე კატეგორიის საწარმოებში, ასევე არ გავრცელდება სამეთვალყურო საბჭოს წევრებზე იგივე კატეგორიის საწარმოებში. აღნიშნული ცვლილებებით ასევე გამონაკლისი იქნება მოკლევადიანი ვიზიტის ფარგლებში მომსახურება შრომით საქმიანობაზე. ასევე არ გავრცელდება ამ კანონის მოქმედება იმ პირებზე, ვინც სრულად დისტანციურად უწევს მომსახურებას ქართულ კომპანიებს. შესაბამისად, ის ძირითადი აქცენტები, რასაც ბიზნესი ამ ხნის განმავლობაში, ამ 2 თვის განმავლობაში აკეთებდა, აღნიშნული ცვლილებები პასუხობს. რჩება რაღაც საკითხები, რომლებიც ესე ვთქვათ, არ არის კრიტიკული, თუმცა ერთ-ერთი საკითხად შეგვიძლია დავასახელოთ ამ შემთხვევაში იმ პირებს მიმართ, ვინც დასაქმებულია წვლილებით საქართველოში, მათზე ესე ვთქვათ, ვაკანსიის გამოცხადების და რეკრუტინგის თემის გავრცელება, რაზეც ალბათ მომავალშიც გავრცელდება ესე ვთქვათ მსჯელობა. შრომით იმიგრაციის კანონში არსებულ ხარვეზებზე, რომელიც პრაქტიკაში 1 მარტიდან გამოიკვეთა საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში, ბიზნესთან შეხვედრისას იმსჯელეს, ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ინიცირებული ცვლილებები ბიზნესის გამოწვევებს ეხმიანება, თუმცა მის შეფასებით დამატებით მიმდინარეობს მუშაობა ეგრეთ წოდებული თეთრი სიის შემოღებაზე, რომელმაც შესაძლოა ის სექტორები გააერთიანოს, რომლებზეც კანონის მოქმედება არ გავრცელდება, მისი თქმით, სიაში შეიძლება მოხვდნენ ისეთი სექტორების წარმომადგენლები, სადაც კადრების მოძიება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურადაც პრობლემურია. შეიძლება მაინც დარჩეს გარკვეული კატეგორია ის პროფესიები, რომელიც გრძელვადიანად ვფიქრობთ, რომ პრობლემურია არა მარტო საქართველოში, არამედ გლობალურად და ალბათ რაღაცა შეიძლებელია, რაღაცა არ ვიცი ხა როგორ მოხერხდება, მაგრამ თეთრი სიასავით არსებობს ეს იმ სპეციალობების, იმ პროფესიების, რომელთაც აი ამ გამარტივებული წესით შეიძლებათ საქართველოს შემოსვლა. მაგალითად შემიძლია დავასახელო ავიაცია, მაგალითად შეიძლება დავასახელო ენერგეტიკა, სადაც ჩვენ კი არა გლობალურად არის ჭირს, ასე ვთქვათ, მაღალპროფესიული კვალიფიციური კადრების შესაბამისად ამ მიმართულებით შეიძლება რაღაცა გამონაკლისებზე ვიფიქროთ. IT უკვე გვაქვს გამონაკლისებში, ეს ვიცით. იქ 3 წლიანი ვიზაა საერთოდ და 40,000 ზემოთ შემოსავალი ეს ადამიანები ხვდებიან ამ რეგულაციის მიღმა და ასე რომ ვფიქრობთ, რომ IT-ის მსგავსად შეიძლება ავიაცია, შეიძლება ენერგეტიკა, რაღაც ასეთი სექტორები მოხდნენ და იქ უკვე რაღაც კონკრეტულ სპეციალობებზე შევთავაზეთ. დაინიცირებული ცვლილებები არ ეხება იმ სექტორებს, სადაც უცხოელების დასაქმება სრულად შეიზღუდა, შესაბამისად უცხოელი გიდებისთვის, ტაქსის მძღოლებისთვის და კურიერებისთვის საქართველოში მუშაობა კვლავ აკრძალულია. გარდა დასახელებული სფეროებისა, სადაც ნულოვანი კვოტა უცხოელების დასაქმებაზე, სხვა ყველა შემთხვევაში უცხოელ საქართველოში შრომითი საქმიანობის შესრულებისთვის 1 მარტიდან შესაბამისი ნებართვის მოპოვება სჭირდება. გამოწვევებზე საუბრობენ IT სფეროს წარმომადგენლებიც, ახალი კანონით შრომითი საქმიანობის უფლების მიღებასთან ერთად საქართველოში მყოფი IT სპეციალისტებისთვის ბინადრობის ნებართვის აღებად სავალდებულო გახდა, უფრო მეტ ინფორმაციას თუ რა რისკებზე საუბრობს IT სექტორი, ამას უკვე ჩვენ შემაჯამებელ გამოშვებაში მოისმენთ. მადლობა შრომითი მიგრაციის კანონში დაანონსებულ ცვლილებებზე ანუკა ჯოხაძემ მოგვაწოდა ინფორმაცია. საქმის კურსი ამით დასრულებულია. დღის ყველა მთავარ ბიზნეს და ეკონომიკურ სიახლეს 19 საათიან ალაპიაშვილი შეაჯამებს. მე ხვალამდე გემშვიდობებით ნახვამდის.